იმერეთის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს. 42 წლის კაცს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ოცნების პროპაგანდისტული რუსთავიორის გადაღებების გამო ანდრო ჭიჭინაძის ბანერი თეატრის ფასადიდან მეორედ ჩამოხსნეს. გუშინ ამ ფაქტს მსახიობების პროტესტი მოჰყვა. ხელოვანებმა მსახიობის ჩამოხსნილი ბანერი თავიდან გადმოფინეს. შენობაში რუსთავიორის ახალი გადაცემისთვის პრომო რგოლის გადაღებაა დაგეგმილი. უმღერალი ხატია წერეთელი იგივე ირმა კურტანიძე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს. წერეთელი 2025 წლის აგვისტოში პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს. ჭანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოსახლეობის გადამოწმებას იწყებს. სარჯველაძის თქმით, სოციალურ შემწეობას ვეღარ მიიღებენ ისეთი პირები, რომლებსაც ბოლო 3 თვის განმავლობაში ყოველთვიურად უბიქსირდებათ 2000 ლარიანი შემოსავალი. ნაცებს მოუწოდებ, რომ არასდროს ვიყოთ ხელის შემშლელი, უნდა ვიყოთ ყველგან ყველა მინუს ივანიშვილი. ხაბეიშვილმა თანაპარტიელებს სასამართლო დარბაზიდან მიმართა. ბრალდებულმა პოლიტიკოს მოუწნევისის დაპატიმრებული მაღალჩინოსნებით ჩამოთვალა, რომელთა ბრალეულობაზეც თავად საუბრობდა და პროკურორს კითხა, თუ რასაც ამბობდა, ყველაფერი სიმართლე აღმოჩნდა, რატომ არის ციხეში. ამაზე პროკურორის პასუხი იყო, რომ იგივეს ელისო კილაძეც აცხადებდა.